Merci, Madame Kidasheli. Thank you. Short comments about the მოკლე კომენტარი აქ მედია რეზოლუციასთან დაკავშირებით, როგორც ქართული დელეგაციის წევრი, ჩვენ ნამდვილად წუხართ, რომ ასეთი რეზოლუცია დაედო მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს შეტევა განხორციელდა TVIMED-ზე. ჩვენ არ გვინდა რომ თქვენ კომენტარი გააკეთოთ, თქვენ მხოლოდ კითხვა უნდა დასვათ უკაცრავად. I'm asking a question, yes. And after the elections, this raided, police raided TV. ამ შემდეგ არჩევნების შემდეგ ეს ტელევიზია დაუბრუნდა მის მფლობელს. ამიტომ მე მაქვს შეკითხვა პრემიერ მინისტრთან. ეს არის ის გზა, რომლითაც აპირებს ახალი მთავრობა აღადგინოს სამართალი, რომ დაუბრუნოს ადამიანებს დაკარგული და წართმეული ქონება რა მექანიზმების გამო გამოიყენებს ამაში საქართველოს მთავრობა სამართლის აღდგენაში. ცნობილებები კარგად ვიგავიგე მე მეკითხებოდა მე მგონი უფრო კომენტარი გააკეთა მე მაინც შემიძლია გავაგრძელო იგივე თემაზე საუბარი რომ იყო შეცდომილებაც როდესაც ევროსაბჭოში მიიღეს დადგენილება სადაც ჩვენ მიგვითითებდნენ ხელისუფლებას თითქოს მედიას ვაზიანებთ და ზეწოლას ვახორციელებთ და კონკრეტულად ნახსენები იყო ერთ-ერთი ტელეკომპანია იმედი ეს იყო სამწუხარო შეცდომა ევროსაბჭოს მხრიდან რამე თუ ეს არის კონკრეტული ფაქტი, როგორ ავრცელებს სიცრუეს, დავრცელებდა სიცრუეს წინა ხელისუფლება და დღევანდელი ოპოზიცია ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით მოხდა აბსოლუტურად პირიქით. თქვენ ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობას გახსოვთ 2007 წელს 7 ნოემბერს, როდესაც დემონსტრაცია დაარბიეს წინა ხელისუფლების დროს. იმის შემდგომ როგორ შევიდნენ პოლიციელები და ჯარით ლამის პოლიცია ამ ტელეკომპანიაში იმედში და იმის შემდგომ ეს ტელეკომპანია მუდამ რჩებოდა სააკაშვილისა და მისი გუნდის სამსახურში, სწორედ რომ ჩვენი მოსვლის შემდგომ რაღაც ორ თვეში ტელეკომპანია დაუბრუნდა მის რეალურ მესაკუთრეს. მოხდა სამართლიანობის აღდგენა და მედია გათავისუფლდა ასეთი თუ გნებავთ ტერაქტისაგან. ამასაც კი შევიძლია ასეთი ძიმე სიტყვები ხმარო და დაუბრუნდა თავის რეალურ ობიექტურ მესაკუთრეს. სანაცვლოდ იმისა, რომ მიგვიღო მადლობის პოზიცია ევროსაბჭოდან მოხდა ცდომილება თქვენს დადგენილებაში, რასაც მე წუხილი გამოვთქვი ჩემს წერილში, მაგრამ აქაც ოსტატური სიცრუე და სიცრუის გავრცელება წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციის არის შედეგი. ამის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ კარგი იქნება რომ ინფორმაცია ყოველთვის ორივე მხრიდან გადამოწდეს, როდესაც ესეთი მძიმე საკითხებზე ხდება დადგენილების გამოტანა, ამის სურვილი კიდევ დარჩებოდა. მადლობთ.